როგორ აფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზებას აფხაზეთისთვის ავტონომიის შესახებ და რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ შეთავაზებას? ამ კითხვით დღეს პალიტრატივიმ საზოგადოებას მიმართა. ავტონომია არ უნდა იყოს ჩემი აზრით. რატო ახლა ავტონომიური რესპუბლიკა? არა, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მთლიანობაში. რა შედეგი უნდა მოყვეს? კარგი არაფერი. რატო და იმიტომ ვერ ხვდებით? იშლება ისედაც საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ არ მოყვება არავითარი შედეგი. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ ეგეთი შეთავაზება აქამდეც მრავალჯერ იყო, მაგრამ შემოხვედრი ნაბიჯები აფხაზების მხრიდან არ გადადგმულა. აფხაზეთი უნდა იყოს საქართველოს წევრი და როგორც საერთოდ ადრე იყო. არ მიიღებენ აფხაზებს. იმიტომ რომ ხო იყვნენ არა ეგენი იმაში. არ იყვნენ იმაში რა ქვია. ავტონომია ხო კონდათ არა. ეხლა რა ახალი რა არის. მე ვფიქრობ, რომ დადებითად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. სხვანაირად არ შეიძლება. მე ჩემი აზრი ეგეთი. ავტონომია აფხაზებს შესთავაზეს ძალიან ადრეც. მაგრამ კარგია თუ კარგად დასრულდება. თუ მიიღებენ ჩვენ შეთავაზებას და წამოვლენ ჩვენსკენ, ეს იქნება ძალიან კარგი მაგათვისაც და ჩვენთვისაც. იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზები გაიაზრებენ, რომ ჩვენთან ქართველებთან დაბრუნება უკეთესია. მე მგონი ნორმალურად იქნება ყველაფერი. ვინატრებდი მხოლოდ ცხოვრებაში, რომ აფხაზეთი და საქართველო გაერთიანებული იყოს ტერიტორია და ჩემი სამშობლო ისევ ყოფილიყოს ერთიანი, როგორც იყო და ტერიტორია არ ყოფილიყოს არც აფხაზეთის, არც სამაჩაბლოსი დაკარგული.